ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე საავტორო გადაცემით სტალინი მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით. რატომ უგრძალავდა სტალინი ცოლშვილს იმის გამხელას თუ ვისი ოჯახის წევრები იყვნენ? ყველაფერი, რასაც სტალინზე ვწერ, მხოლოდ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და საკუთარი ყურით გაგონილი. არასდროს მიმიცია თავისთვის იმის უფლება დიდ ბელადზე ვარაუდებით მელაპარაკა. ამ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ბროშურა, სტატია და წიგნი მაქვს წაკითხული სტალინზე, რომლებიც დასავლეთშია გამოცემული და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველა უნამუსო სიცრუითაა სავსე. სტალინის ეგრეთ წოდებული პიროვნების ფსიქოანალიზი იმდენად აბსურდულია, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მათში დიდი ბელადი გამოყვანილია როგორც ზარმაცი, სასტიკი და ფსიქოპატი მმართველი. ეს კი მართლაც სასაცილოა და დასავლეთის მიერ წარმოებული ანტისტალინური პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია. სტალინი კაცრი მმართველი იყო. დაგანა შეიძლება საბჭოთა ქვეყნის მეთაურს რბილად ემართა ქვეყანა. რა თქმა უნდა, არა. თუმცა პიროვნულად დიდი ბელადი ძალიან უბრალო და კეთილგანწყობილი ადამიანი გახლდათ. უყვარდა ცოლშვილი, დიდ პატივს სცემდა მეგობრებს, მაგრამ დაუნდობელი იყო მტრების მიმართ. რომელ სიზარმაცეზეა ლაპარაკი, როდესაც დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 4 საათი ეძინა. თვით სტალინის ყველაზე დიდი მტერი და ცილისმწამებელი ლევ ტროცკიც კი აღნიშნავდა, რომ სტალინი იყო უდიდესი ნებისყოფის, შრომის უნარიანი პიროვნება და არ გიждდებოდა კომფორტზე. უდიდესი სიყვარულის მიუხედავად სტალინი არანაირ შეღავათს არ აძლევდა თავის შვილებს. პატარა ვასია და სვეტა ჩაულებრივ მოსკოურ სკოლაში სწავლობდნენ. მისმა მეუღლემ, ნადეჟდა ალილუევამ კი ისე დაამთავრა მუშვაკის სკოლა, დირექტორმაც არ იცოდა, რომ მისი სტუდენტი დიდი სტალინის მეუღლე იყო. ნადეჟდა სერგეევნას გამოსაშვებ საღამოზე ერთი კურიოზი მოხდა. 1928 წლის 6 ივლისს ნადეჟდა ალილუევა ზუბალოვოს აგარაკზე ჩავიდა. სტალინი იმ დროს თავის ბავშვობის მეგობარს გორელ ვასო აბუაშვილს მასპინძლობდა. იოსები სადაა? კითხა ნადეჟდა. ბაღში. მეგობარი ეწვია გორიდან და სუფრასთან სხედა. მიუგე მე. კარგი, მოგვიანებით ვნახავ, თქვა ნადეჟდამ და სახლში შესვლა დააპირა, მაგრამ შევაჩერე. ნადეჟდა სერგეევნა, ამ ხანაგმა სტალინმა თქვენზე მითხრა, როგორც კი ჩამოვა, შემოგვიერთდესო. სტალინის მეუღლე ბაღისკენ გაემართა და უკან გავყევი. დიდმა ბელადმა მეგობარს მეუღლე გააცნო და სამივე საუბარი ისე გააგრძელა. შუა ქეიფის დროს ნადეჟდამ სტალინს უთხრა: იოსებ, შენთან ერთი თხოვნა მაქვს. გისმენ, პასუხა სტალინი. ხვალ მუშფაკის გამოსაშვების საღამოა. გათხოვილები და ცოლიანები მეუღლებით უნდა მოვიდნენ და დამოყვები უხერხული არ იქნება, გაეცინა სტალინს. უხერხული რატომ კი, მაგრამ საღამო არ ჩაგიშხამო, რომ დამინახავენ შეიძლება დაიძაბონ და იმიტომ. რას ამბობ, ძვირფასო, პირიქით. მაშინ წავედით, გაუღიმა სტალინმა მეუღლეს. 7 ივლისს სტალინი და მისი მეუღლე კრემლიდან კრასნია პრესნიაზე გაემგზავრნენ, სადაც მუშფაკი მდებარეობდა. დიდმა ბელადმა მხოლოდ მე გამიყოლა თან. გასვლის წინ პოსკრებიშევმა ჩამჩურჩულა. ძალიან ყურადღებით იყავ, იცოდე, საკუთარი სიცოცხლით აგებ პასუხს. ჩვენი სპეციალური ოპერაზმი მთელი პერიმეტრზე საიდუმლოდ იქნება განლაგებული და რამე რომ იყოს ნომერ პირველი ინსტრუქციით იმოქმედე. ნომერ პირველი ინსტრუქცია სტალინის ელვისებურ ევაკუაციას ნიშნავდა. მივედით, მე მანქანის კარი გაუღე წყვილს, ისინი დინჯად გადმოვიდნენ და შენობისკენ გაემართნენ. ნადეჟდას სტალინისთვის ხელკავი ჰქონა გაკეთებული და მხიარულად ემასლაათებოდა. მე მათ ორ ნაბიჯის მოშორებით მივდევდი. თან ძალიან გაფაციცებული ვიყავი, სასწავლებლის ჰოლში უამრავი წყვილი ირეოდა, ისინი მხიარულად ხმამაღლა საუბრობდნენ. იმპროვიზირებულ სცენაზე კი სასულე ორკესტრი უკრავდა. დაინახეს თუ არა სტალინი, ყველა მლაპარაკი შეწყვიტა. მუსიკოსები კი დადუმდნენ და ირგვლივ სამარისებრმა სიჩუმემ დაისადგურა. აი, ხომ გითხარი, ნადიუშა. ხიმილით გადაუჩურჩულა სტალინმა მეუღლეს. ამ დროს მუშფაკის მარმარილოს კიბეებზე სასწავლებლის დირექტორი იური პროხორენკო ჩამოდიოდა.
რომ საზეიმო საღამოს დაწყება ოფიციალურად გამოეცხადებინა. მას ორიოდე საფეხური ჰქონდა დარჩენილი, როცა უცებ დიდი ბელადი შენიშნა და ისე დაიბნა, ფეხიც კი აერია. ფეხი კიბეზე დაუცდა და სტალინის წინ დაეცა. თავს არ დაცემული დირექტორი თავად სტალინმა წამოაყენა და ჰკითხა: "ჰიტკინეთ რამე, იური ანტონოვიჩ. არა ამხანაგო სტალინ მაპატიეთ, მიუგო შემცბარმა პროხორენკო." სტალინმა ხელი ჩამოართვა დირექტორს და უთხრა: "იოსებ სტალინი." იცნობდეთ ერთმანეთს. პროხორენკომ ნებისყოფა მოიკრიბა და დაბნეულმა შეხედა. თავი მოთოკა. მუსიკოსებმა დაკვრა განაახლეს. წყვილებმა კვლავ ენა მოიდგეს და საზეიმო საღამომ ჩვეული ელფერი მიიღო. ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. შუაღამისთვის ზუბოლოვოში დაუბრუნდით. საზეიმო საღამოზე სტალინი ძალიან გახალისდა. ნადეჟდა სერგეევნას თხოვნით ვალსიც კი იცეკვა მასთან და თავადაც კმაყოფილი დარჩა. განა შეიძლება რომ სასტიკი, ამპარტავანი და ბოროტი ადამიანი როგორცაც სტალინს ხატავდნენ, თუნდაც საყვარელი მეუღლის თხოვნით პლებეებში გაერთოს. ანალოგიური რამ მოხდა ვასილი სტალინთან დაკავშირებითაც. პატარა ვასია ძალიან ცელქი ბავშვი იყო და მილიონობით თავისი თანატოლის მსგავსად სკოლაში დისციპლინასაც არ უნდა ხოლმე. ისევე როგორც ნადეჟდა სერგეევნას შემთხვევაში არც სვეტას და ვასიას სკოლაში არ იცოდნენ თუ ვინ იყო მათი მამა. ერთჩვენიერ დღეს 11 წლის ვასია სკოლიდან კრემლის ბინაში დაბრუნდა. დაცვის ოთახიდან გამომიხმოდა დერეფანში ჩურჩულით მითხრა: "ძიამიშა, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, მაგრამ მამას არ უნდა უთხრათ." "მოხდა რამე?" კითხე ვასიას. "ხვალ დილით სკოლაში უნდა წამომყვეთ, მშობელია დაბარებული და არ მინდა რომ გაიგონ, ვერც ბედას ვეტყვიო." "რა დააშავე ბიჭო ასეთი?" "სკოლის დერეფანში მამას სურათს ბურთი მოვარტყი შემთხვევით, ჩამოვაგდე და შუშა გავტეხე. ცოტა არ იყოს ჩარჩოთ დაზიანდა. დერეფანში ბურთით რატო თამაშობდი? ფიზკულტურაზე მივდიოდი და ჩემს მეგობარს გადაუგდე და შემთხვევით მოხდა. დირექტორს კი არაფრის გაგონება არ უნდა. მე მითხრა მშობელი მოიყვანე, სკოლიდან უნდა გაგრიცხო ამ საქმის გამო." "მერე ვერ უთხარი ვისი შვილი ხარ?" "რას ამბობ ძიამიშა? მამამ ეგ მკაცრად ამიგზავნა. თქვენ არ წამომყვებით?" "რა გაეწყობა? წავიდეთ." მიუგე აღებლებულმა ბიჭს და თავზე ხელი გადაუსვი. "საით გაგიწევიათ არწივებო?" მომესმა სტალინის ხმა უკნიდან, რომელიც ამ დროს დერეფანში უხმოდ მოაბიჭებდა. გამეცინა, ხმა არ მომიღია. ვასიას კი წრემლი მოადგა თვალზე. მამას ყველაფერი უამბო. "კეთილი, მე წამოვყვები, რადგან დამიბარეს, უნდა მივიდე", თქვა სტალინმა და თავის კაბინეტში შევიდა. მეორე დღეს მამაშვილს სკოლაში გავყევი და დირექტორთანაც თან ვიახლე მათ. საწოდომმა სკოლის დირექტორმა უმალ ყველაფერი გააცნობიერა და სტალინის დანახვისთანავე მტვრისფერი დაედო. ენა ჩაუვარდა და გაქვავდა. სტალინმა თავისი ანცივაჟი დირექტორის წინაშე დატუქსა და დირექტორს უთხრა: "მოდის გიხდით ჩემი შვილის საქციელის გამო და ერთი თხოვნა მაქვს. რადგან ვასიამ ჩემი სურათი დააზიანა, იქნებ აპატიოთ და სკოლიდან არ გამირიცხოთ. ზიანს კი მე ავანაზღაურებ. ან ახალ სურათს გამოგიგზავნით." ენა ჩავარდნილი დირექტორი შოკიდან ძლივს გამოვიდა. ფერი დაუვარდა და სტალინს მოწიწებით უთხრა: "იოსებ ბესერნოვიჩ, ჩვენ უკვე დავკიდეთ თქვენი ახალი სურათი და გამოგზავნა აღარ არის საჭირო, ნუ შეწუხდებით, მაგრამ ერთი მოგრძალებული თხოვნა მექნება თქვენთან." "ბრძანეთ, გისმენთ", მიუგო სტალინმა. დირექტორმა დამტრეული ჩარჩო და ნამოღებული დიდი ბელადის პორტრეტი უჯრიდან ამოიღო და სტალინს თხოვა: "ამ სურათს სახლში დავკიდებ და თქვენს ავტოგრაფს ხოვერდა მიწერდით." დიდმა ბელადმა ზედ სურათზე წითელი კალმით მიაწერა: "სახსოვრად ოლეგ ვასილევს, იოსებ სტალინისგან, ვასილი ჯუღაშვილის უდისციპლინობის მოსაგონებლად."